რო არ galodinot. გამარჯობა. ეგეთი ამბავია, ნუ ეს რაღაცა ცირკი რაც მოაწყეს მაშინ. ძალიან გასაბრაზებელია, მაგრამ ჯერ მაგაზე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა. რაღაცნაირად ამოცანებს რო ისა ვქნათ, ხო, მიზნებს უბრალოდ რა მიზანი შეიძლება კონდეს ახლა იმას სისტემას, ხო, მაგას რაც აკეთებს, ხო? ანუ გაცხადებულად ივანიშვილისგან ვიცოდით ისედაც რომ ბოდიშს მოხდა უნდა ომზე. ოღონდ რომელ ომზე გაუგებარი აგვისტოზე, აფხაზეთზე თავიდან რაც იყო. ანუ რა ამოცანა აქვს, ხო? თუ რა მიზანი აქვს, მაგრამ მე კონსტიტუციის შეცვლა რომ უნდა და ეგ ერთად რო დავამატეთ, გამოდიოდა რომ პრინციპში აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის სტატუსის შეცვლა იყო ამოცანა საკონსტიტუციო აეღოთ. და შესაბამისად, ნუ მიზანი ვიცით. მაგრამ ისე რომ ვერ ქნეს როგორც უნდათ, ეხა რაღაცა კომისია შექმნეს და საფუძველს ამზადებენ, რომ აი იურიდიულად ჩვენ ვართ ყვანები. ანუ შეგახსენებთ, რომ ჰააგაში ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე საქართველოს არამე მრავლს არდებს, არავის არ ჭირდება ეს გამოძიება, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მაგრამ მოცნება მაინც აკეთებს ამასაც აკეთებს და ნუ ცალსახად რამდენიმე, ნუ ეს ორი მიზანი აქვს, ერთი რუსეთისთვის გაგორება და რაღაცა სხვა სამართლებრივი საფუძვლის მომზადება, რომ ტერიტორიები დავთმოთ და რუსეთი ჩაგვეხსნას, ასე ვთქვათ, როგორც პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ალბათ ეს წარმოუდგენია, რომ როდისმე ჩაგვეხსნება და მეორე არის ის, რომ ქვეყნის შიგნით ეს მტრის ხატი რაღაცნაირად ყვებოს რა. მაგრამ ნუ ეგეც სიგიჟე მგონია, იმიტომ რომ რა აზრი აქვს საერთოდ მაგას. რამდენიმე უსაქმური ადამიანის გარდა არ ამგონია ვინმე იჯდეს ახლა და იმას კომისიას უსმენდეს, რა მოხდა ოდესღაც ცალსახად პოლიტიზირებულ რაღაცა გარჩევებს, თან ვინ არჩევს ვისთან, ხო? ანუ გენერლები ყავს დაბარებული სოზარ სუბარს კაცი, რომელმაც ვერ გაიგო რა გვარი არის და რა ქვია და ვინ არის და ასე შემდეგ. მოკლედ არაფერი არა, ჩვენ როგორ რეაგირებთ ეგ არის საინტერესო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა გასაბრაზებელია, რასაც ვისმენთ, რომ რაღაცა გენერლებს რო კითხავენ და ცეცხლი რატო გახსენით და რაღაცებს ეკითხებიან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მაგათი ამოცანაც არის, რომ ეგრე გავბრაზდეთ რა, რაღაცნაირად რაღაცები წეროთ და მე ვაშიაროთ და აი რაღაცები ვიძახოთ და ამასობაში გამოგჩეს, რომ სასამართლოები მიდის, ჯარიმებია გადასახდელი, ცოტა ხანში ევროკომისიის ის იქნება, დასკვნები იქნება და დიდი ალბათობით ესენი შეეცდებიან საერთოდ გამოვიდნენ ევროკომისიიდან, რომ სტრასბურგს ჩაეხსნან, ანუ რაღაც ცუდი რაღაცები გველის რა წინ და ამაზე კარგი რა იქნება, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც არ მოხდა სინამდვილეში ბევრი წლის წინ, ხო? ანუ ომი დაიწყო რუსეთმა და მაგაზე ქართველი ერი შეთანხმებულია და ეხა სოზარა სუბარი ვისაც ეტყვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეგ ჩვენ აზრს არ შეცვლის, სამაგეროდ შეიძლება საინფორმაციო ველი ძალიან დააბინძუროს და რაღაცები გამოგჩეს რა, მნიშვნელოვანი. არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე იმ წერტილში ვართ, როცა ვიცით ქართული ოცნება რაც არის და ეხა ახალი მტკიცებულება ნაწილს ნამდვილად არ გჭირდება. შესაბამისად, კარგი ის არის, რომ ამ კომისიით თვითონ იმაშვებიან, რა ქვია, არგუმენტებს გვიმყარებენ იმის, რომ ეს არიან მოღალატეები რა, ანუ სინამდვილეში ჩვენი რაოდენობა გაიზრდება, იმიტომ რომ ადრე თუ ვინმე ეჭვიეპარებოდა, ეხლა რასაც ვისმენთ, რომ იქ თურმე ვიღაცამ ის მოკლედ როგორც არის, რასაც ვისმენთ, სინამდვილეში უფრო მეტ სარწმუნებს, რომ ამათი მიზანი სხვა არის, ვიდრე რაღაცა პატრიოტული სიმართლის გარკვევა, ხო? ყოველთვის როცა საუბარი არის ჭეშმარიტებაზე, კომისიის ეს თვითონ წევრები ცდილობენ რომ რაღაცას გააჩუმონ, ვისაც კითხავენ და ასე შემდეგ. ამიტომ პირიქით, ჩვენ თუ ძალიან არ გავბრაზდებით და არ შეუწყობთ ხელს, რომ საინფორმაციო ველი დააბინძურდეს, ის იქნება, კარგი იქნება და პირიქით მომხრეებს გაგვიზდის რა, სინამდვილეში უფრო მეტი ადამიანი დაინახავს რა მოღალატეებთანაც გვაქვს საქმე. ეს ერთი საკითხი. ნუ განსაკუთრებით ახალგაზრდებთან რა, იმიტომ რომ ახლა ახალგაზრდები უკვე სუფრაზე სვავენ და ისმენენ საფრანგელოებს, ანუ უკვე კულტურის ნაწილი არის ჩვენი გმირობა 2008-ში და ვიღაცა ხალხის რაღაცა ჯგუფი რაღაც ბოდოებს იმაშება. ეგ ბოდოები რომ ძლავრი ყოფილიყო, კომისიას უარ დაჭირდებოდა 12 წელია მაგას ძახიან, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ ფეხი მაინც ვერ მოიჭიდა და ეხა კომისიით შეძლებენ რატომღაც იმისი ქართველების გადარწმუნება, ასე ტყუილი არის. ამიტომ ხო რა, ეგ ვიდეოები ძალიან ნერვები არ მოიშალოთ და გავუზიაროთ იმათ ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩვენსკენ, რომ ვანახოთ რამდენად მოღალატეები არიან ეს ოცნების რეჟიმის წევრები. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი არის ამ იმაზე, რა ქვია, აქციაზე დგომის საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესო არის სინამდვილეში. უკვე 1000-ნაირად აღიწერა და ვართ და ვდგავართ და კიდევ ვაპირებთ დგომას. მაგრამ დამატებითი არგუმენტი თუ იმას ჭირდება, ეგეთი ის მაქვს, რა ქვია, იდეა როგორ შეიძლება რომ უბრალოდ ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ვაკეთებთ რა, იმიტომ რომ პოლიტიკური
ბრძოლა სხვადასხვა ველში მიდის, ერთ-ერთი არის აქცია, ანუ არავინ არ თქვას, რომ აქცია არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. არ ვაკეთებთ ერთადერთ მაგას, იცით, რომ ბევრი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს და სულ ერთადერთი იყოს, ამ ერთადერთს ძალიან დიდი გავლენა აქვს ოცნების პოლიტიკაზე, ხო? ანუ ის ცვლის პოლიტიკას და შესაბამისად ის რეაგირებს და თუ რეაგირებს, ესე იგი რეაგირებს ჩვენს ქმედებაზე და ქმედება, რომელსაც მოყვება რაღაცა უკუქმედება ან სხვა ქმედება, არ არის პასიური. ამიტომ ჩვენი დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდე სამწუხაროდ გვიწევს, რომ დამატებით ძალები ვიპოვოთ ხოლმე სხვა სფეროებში, იქნება ეს რა ვიცი, რელიგია, მითოლოგია და ამ შემდეგ, რომ ცოტა უფრო მომძლავრდეთ ამ ჩვენს წმენაში, რომ სწორს ვაკეთებთ, როდესაც იქ ვდგევართ. ხო და ერთ-ერთი ეგეთი ტერმინი და შემოგთავაზ, რომელიც ჩემთვის ძალიან ისეთი არის. მე ჩემთვის ესე ვფიქრობ, რატომაც ვდგავარ იქ და რასაც ველოდები რა. მოკლედ ტოლკინი ხსმენიათ ყველას, ბეჭდების ძანების ავტორი და ნუ ის არის ასევე ზღაპრების და მითოლოგიის ძალიან დიდი მცოდნე მოყვარული და მკვლევარი. და ერთ-ერთ თავის ესეში ზღაპრებთან დაკავშირებით რა fairy tales აღწერს ამბავს, რომ ტრაგედიებში და ზოგადად რა ბევრ ამბებში, ხო, ეგეთ უფრო ტრაგიკულ ნაწარმოებებში არსებობს ეგეთი კატასტროფის ცნება. კატასტროფა ჩვენ ყველამ ვიცით რაც არის, მაგრამ ბერძნულად ნიშნავს შემოbrunებას რა, რაღაცა გეზის ცვლილებას. და ტრაგედია ეგ არის თავისი არსით, ხო? ან ტრაგედიაში რა ხდება? შემოbrunება ხდება უარესობისკენ, თან ისე, რომ არავინ ამას არ ელის. ანუ უბრალოდ ხარ, ყველაფერი კარგად არის, მეფე ხარ, რა ვიცი, მე ცოლი ყავს, შვილი ყავს ისე და უცებ აი რაღაცა კატასტროფა უნდა მოხდეს რა. ხო და კატასტროფა უნდა მოხდეს, ბერძნული თვალსაზრისით ნიშნავს, რომ რაღაცა შემოbrunება უნდა მოხდეს რა, რადიკალური შემოbrunება, რომლის შემდეგაც შენი ცხოვრება იცვლება უარესობისკენ, როგორც გმირის რა. ხო და ტოლკინი ჩივის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმაში ზღაპრებში არსებობს მეორე ტიპის შემოbrunებაც, კარგი შემოbrunება, მაგრამ ტერმინი არ არსებობს და მან მოიგონა ეუკატასტროფა, ეგეთი ტერმინი, რომელიც ნიშნავს კარგ შემოbrunებას. ანუ ყველაფერი ძალიან ცუდად არის და უცებ რაღაცა ხდება და ყველაფერი იცვლება უკეთესობისაკენ. და ამბობს, რომ პრინციპში ცხოვრებაში არსებობს ეს ეუკატასტროფები და ნაწარმოებებში ხო ძალიან ბევრია. მithom ტოლკინის ნაწარმოებებს თუ გაიხსენებთ, არ ვიცი, თქვათ ჰელმის მიდამოებში ბრძოლა და ეს მცირე როჰანის არმია და პრინციპში უკვე წაგებული აქვს და აღმოსავლეთიდან ამ დროს მოდის გენდალფი თავისი კიდევ უფრო დიდი არმიით და იგებენ, ხო? და თუ გაიხსენებთ, რატომ არის ეგ მომენტები თქვენი ყველა საყვარელი ეუკატასტროფის მომენტები, ხო? ტოლკინი ამბობს, რომ რაღაცნაირი ის არის გათავისუფლება ხდება ამ დიდი დაძაბულობისგან და ტკივილისაგან და ეგ მომენტები იწვევს ხოლმე ცრემლებს და პრინციპში ისევ აი ეს ეპიკური რაღაც ნაწარმოებს რო კითხულობ, ეგ არის ზუსტად იქ ის გარდამტეხი მომენტები, როდესაც სიხარულისგან ცრემლი გადგება, რომ აი იმდენად სასწარკვეთილი ვიყავი, აღარაფერს აღარ ველოდებოდი, კარგს და უცებ ეს მოხდა და აღმომხდება ცრემლი, ხო, ამ შვებისგან. და ძალიან მაგარი მომენტი არის ზოგადად ეს ეუკატასტროფი. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა ისა ვქნათ, ხო, შევხედოთ ამ მდგომარეობას, ზემლში ეს ეუკატასტროფა არის ცოტა გამართლების საკითხიც რა. ანუ რაღაცნაირად გიმართლებს, უნდა გაგიმართლოს და გჯერა რომ გაგიმართლებს. მაგრამ ნახეთ, გამართლება თავისი არსით ნიშნავს რას, ხო? ანუ შენ არ შეიძლება გაგიმართლოს თავისთავად რა, ანუ რაღაცის გამო უნდა გაგიმართლოს. და რაღაცები უნდა დაემთხვეს იმისთვის, რომ გაგიმართლოს. ანუ ზემლში გამართლება არ არსებობს. რა ვიცი, შეიძლება მეკამათოს. და მეკამათით, რა ვქნა, საინტერესო იქნება პირიქით. ხო და გამართლება რატო არ არსებობს? მაგალითად, ნახეთ, ეხა სანამ ჩვენ საუბრობთ, სადღაც გდია $100 რა. ხო და უბრალოდ მე იქ არ ვარ და ეხლა, ანუ ამ დროში ვარ ამ სივრცეში, ჩემთან სახლში და ამიტომ მე არ ვიცი ის $100 იქ არის. გამიმართლა მე? არა, ხო, ცალსახად. როდის გამიმართლებ და იქ რო ვიქნებოდი, როდესაც ის მოხდებოდა, რაც ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა. ანუ იქ უნდა ყოფილიყავი, ხო, ამ გამართლებისთვის. ხო და ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ ესე იგი რაღაცა დროში, რაღაცა სივრცეში უნდა იყო, იმისთვის რომ გამართლება შედგეს, როგორც ასეთი. და მაშინ ხარ ბედნიერი ან გამართლებული. და თუ შენ არ ახარ იქ, ესე იგი არც გაგიმართლებს. და მე ვთქვათ, შეგვიძლია იმას ვიმშლოთ, მაგალითად, ხშირად უყვართ ხოლმე ბავშვებს, რომ აი რა მაგრა გაუმართლა ვიღაცას, რომ რაღაცა გამოიგონა, მაშინ როცა გამოიგონა რა. მაგალითად მოყავთ ხოლმე, ვთქვათ, ნუ არქიმედეს მაგალითი, ხო? არქიმედეს
ეს აღმოჩენა რაც არის რომ რაღაც აბაზანაში ჩაწვა და მე წყალი ვამოვიდა რაღაცას მიხვდა. ხო და სინამდვილეში ბევრჯერ ჩავწოლილ ვარ ჩვენს აბაზანაში და წყალიც გადმოსულა, მაგრამ არანაირი კანონი თავში აზრად არ მომსვლია რა. იმისთვის რომ კანონი თავში აზრად მოგივიდეს, შენ ძალიან ბევრი უნდა გქონდეს მაგაზე ნაფიქრი და მე რომ რაღაც ხდომილება ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ნაფიქრი გაქვს, იმ ხდომილებაში იწყებ დანახვას და მაშინ გიმართლებს რომ აი აბაზანაში რო ჩაწვა, აი გაუმართლა რომ უცებ მაგით დაინახა რაღაცას, ხო? რაღაცას მიხვდა. და შესაბამისად, ყველა აღმოჩენას უდიდესი რაღაცა აქვს უკან. ანუ ეგ არის ზუსტად ის მზაობა ამ გამართლებისთვის. ანუ არქიმედე უნდა იყო იმისთვის რომ მაგ კანონს მიხვდე როცა აბაზანაში ჩაწვევი და არა ზარქუა რომელიც არც ვიცით საერთოდ აბაზანაში წვება თუ არა. ზოგადად წყალთან. ხო და შესაბამისად ეს მზაობა, ვთქვათ, მეცნიერების შემთხვევაში არის უდიდესი განათლება, გამართლების შემთხვევაში ან ჩვენ რაღაცა გმირების შემთხვევაში არის მოძრაობა, ანუ თუ გაიხსენებთ, არავის უბრალოდ იმიტომ არ უმართლებს, რომ ის სადღაც არის, არამედ იმიტომ რომ რაღაცას აკეთებს იქ, სადაც არის. ხო, მაგალითად ჰელმის მიდამოების ბრძოლა რო გავიხსენოთ, იქ მეფე და ეს არაგორნი და ყველანი იბრძვიან და ამ დროს უმართლებთ. თორე სახში მჯდარიყვნენ, ეს გამართლება უბრალოდ ჰაერში იქნებოდა გასროლილი, ხო? რა ჩვენ თავს რო დაუბრუნდეთ, ეგეთი ამბავი არის რა, რომ ბევრი ამბობს, რომ აი რატო დგევართ ქუჩაში. თუ დააკვირდებით, ყველა სენატორი, კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი როცა გამოდის, ამბობს, რომ ადამიანები ამდენი დღე დგანან ქუჩაში. ეხლა ნახე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვიღაც სენატორს რაღაც აინტერესებს საქართველოზე? არა. ჩვენ რომ დგევართ, მისთვის ეს რაღაცა რიცხვი არის და მე ის უკვე აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ რომ ვთქვათ სიტყვაზე ერთი თვის წინ შესულიყავით სახლში, სენატორი იტყოდა, რომ ჩვენ ვნახეთ დეკემბერში გამოსვლები, რომ ქართულს რაღაცა უნდოდა და ნუ სამწუხაროდ მომენტი გავმაზეთ და აღარაფერი აღარ არის გასაკეთებელი, ისეთ გაიარა. მოახდინა რეჟიმა რაღაცა კონსოლიდაცია ძალის და მოკლედ ეხა სამწუხაროდ ეგ არის რა ივანიშვილი არის რეჟიმის მთავარი. მაგრამ დღესაც რომ ადამიანები ამ ჩვენს ყოფნას რაღაც ათვლაში სვავენ და ამბობენ რომ ნუ არ ეგუება ეს ხალხი. და საუბრობენ ქართულ ხალხზე, ანუ რაოდენობას არავინ არ ამბობს ამ ჩვენი რეჟიმის ჭანჭიკების გარდა რომ რაღაც 300 კაცი დგას და 30 კაცი. ყველა მიცის რომ ამ 30 თუ 300 თუ 1000 თუ ამდენი კაცი დგევარ, მაგათ უკან მთელი საქართველო არის, იმიტომ რომ ეგ დავინახეთ ჩვენ დეკემბერში და იანვარში და არა მხოლოდ, ხო? ამიტომ ჩვენი იქ დგომა ნიშნავს, რომ აი ეს მომენტი როცა დადგება ეგ მომენტი, ხო? იმიტომ რომ ცხოვრება ცვალებადი არის. მაგალითად, წარმოიდგინეთ ჩვენ ახლა სახში ვართ შევარდნილები, რეჟიმმა გააგრძელა ბოლომდე ჩვენი პრესვა და უცებ პუტინი მოკვდა. და ჩვენ ამ დროს ქუჩაში არა ვართ. ანუ თავიდან რაღაცები, ან შეიძლება უბრალოდ ნიუსად გავატარო, თქვათ რომ აი, რა ვიცი, პუტინი მოკვდა რა. მაგრამ შენ ისედაც ქუჩაში ხარ, პუტინის სიკვდილი, რომელიც სინამდვილეში ივანიშვილს აცლის ძალას, შენთვის დამატებითი მოტივატორი იქნება რომ რაღაცა გააკეთო. აი მაშინ გაგიმართლებს რა, და ესე დაიწერება რომ რაღაცა ქუჩაში დგომის 120 დღეს პროტესტს გაუმართლა და პუტინი მოკვდა. ან პროტესტს გაუმართლა და ამ დროს აზერბაიჯანს სომხეთს შორის რაღაცა დაალაგდა, ან გაუმართლა რომ სომხეთი ამ დროს ევროკავშირის გაწევრიანებაზე გააკეთა განაცხადი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო მოხდება, ჩვენთვის გამართლება მხოლოდ მაშინ იქნება თუ ჩვენ მაგ დროისთვის მზად ვიქნებით რა. და თუ არ ვიქნებით, მაშინ ყველაფერი უბრალოდ ისე ჩაივლის, როგორც აი ეს მაგალითი იყო რა, სადღაც $100 დაფრინავს ეხა და მე აქ ვარ და უბრალოდ ჩემი გამართლების ნაწილი ეგ არ არის. შეიძლება ვიღაცა სხვას გაუმართლა რა. ხო და ცოტა ისე თუ შევხედავთ, მიხვდებით, რომ არანაირი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რატო ვდგევართ, აღარ უნდა დაისვას, იმიტომ რომ სულ რო ჩვენი საქმე პასიური ლოდინი იყოს, მე მზად ვარ, რომ ეს ჩემი საღამოები გადავიხადო მაგ ფასად. იმას რო თავი დავანებოთ, რომ მე უბრალოდ რა ვიცი, სხვანაირად როგორ გამოვხატო პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი ციხეში არის, ხო? ან როგორ რაღაცა გამოვხატო და ვთქვა, რომ მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ არჩევნები წაგვართვეს, ხო? მაგას რო თავი დავანებოთ, ეგენი მაგის მანიფესტაცია თუ არ ჩავთვალოთ ჩვენი გარეთ დგომა, იმაზე დავფიქრდეთ, რომ ჩვენ უბრალოდ, აი თქვათ, კი ბატონო, ველოდებით, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავმაზავთ მაგ მომენტს და მაგით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ლოდინიც კი. ანუ სულ რო ყველაზე პასიური მდგომარეობა იყოს რუსთაველზე დგომა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რაღაც ცვლილებები გარშემო მოხდება და ჩვენ ამ დროს რუსთაველზე ვიქნებით. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად ცოტა ეგრწმენა გქონდეს
ცოტა ის არის, ხო, რა ქვია, ღვთისმადლივით არის, ამიტომ უფრო ცოტა რელიგიურ წმენაში გადავდეთ, ეს ევკატასტროფიც ღვთისმადლის მსგავსია. ხო, თითქოს არ იმსახურებდა, რომ იმას შვება, რა ქვია, გემართება, მაგრამ მეორე მხრივ მზად უნდა იყო, რომ დაგემართოს, ხო? აი ეს კატერის მაგალითი რო არის, რომ კაცი რო იხჩება და კატერს უგზავნიან, ანუ რაღაცნაირად უნდა იყო მზად, რომ მიიღო ეს შენთვის გამოგზავნილად ჩათვალო რა. ხო, და ამისთვის იქ უნდა იყო სულიერად და ფიზიკურად, ხო? ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ესე მიუდექით საკითხს, რომ კი ბატონო, ძალიან პასიურები ვართ, არ მოусმინოთ იმას, ვინც გაკრიტიკებთ, აი რას გახართ, რას მიაღწევთ, ვაღწევთ იმას, რომ მე ველოდები ძალიან დიდ ევკატასტროფას, ცვლილებას, რომელიც აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ რაღაც ბოლო 2 თვის განმავლობაში იმდენი რამე შეიცვალა უკვე ჩვენს გარშემო, რა ვიცი, ასადის რეჟიმის დამხობით, აგერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც ასევე ყოველდღიურად იცვლება. ხო, ამიტომ ეგ ცვლილებები რო იქნება ვიცი და მე რაც ვაკეთებ, ვარ ყოველთვის მზად, ყოველ საღამოს, რომ დავხვდი ამ ცვლილებას, შევეგებო და მისგან ვაქციო ჩემი გამართლება. ამიტომ რაღაცნაირად ეგ თუ ვირწმუნეთ, პირდაპირ უფრო ისე იქნებით, ლაღად იქნებით თქვენც, რომ არაფერს არ აკეთებთ რა, ანუ ჩვენი ეს პასიური ლოდინიც კი, თუ ამას პასიურს დავარქმევთ და მე არ მგონია რომ პასიურია, დასაწყისში ვთქვი, სულ პასიურად აღწეროთ, ეგ კარგი ლოდინი არის, ევკატასტროფის ლოდინი არის და ვინაიდან ამის გვჯერა, ის აუცილებლად მოხდება კიდევაც. იმიტომ რომ მოხდება, გვეცოდინება, რომ ეგ იყო ისაც უნდა მომხდარიყო, ისიც ჩვენ გვჯეროდა. ეგ არის და ეგ. ამიტომ ისევ არაფერი ის არ არის, არაფერი არ ხდება, ეს მუდმივი შეკითხვა, რამდენი ვართ, ხვალ რამდენი ვიქნებით, გუშინ რამდენი ვიქნებით, ლოგიკურია, ბუნებრივია ყველაფერი, მაგრამ შეხედეთ იმას, რომ მზაობა ქართველი ხალხის, რომ ცვლილებას შეეგებოს, არის ყოველ საღამო მანიფესტირებული და ამას ხედავს სამყაროც. გინდა დაარქვით რაღაცა მეტაფიზიკური, ღვთაებრივი, რაც გინდათ, სამყარო, სადაც ენერგია არ იკარგება რა. ხო და შეუძლებელია ჩვენი ამ ხელა ძალისხმევა უბრალოდ ესე ადგეს და გაქრეს, ხო? ამიტომ კი, ხანდახან დასაზარია ხოლმე, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ ეს იქ დგომა რაღაცის პოზიტიური მოლოდინის ის არის, ანუ მოლოდინი არის, მე უკვე ეგ დაღლაც და ისიც მეორე ხარისხოვანი ხდება ხოლმე რა, უბრალოდ რაღაცნაირად რუტინულად იტყვით, რომ ნუ დღეს არ იყო და ხვალ იქნება რა. ხო, და ძალიან დიდი ისინიც, ანუ როდის შეკითხვა პრინციპში არც უნდა დაისვას ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცით რა, ანუ რავი, ტრამპის არჩევა იყო, ეგ კატასტროფა ჩვენთვის არ აღმოჩნდა, ხო, იქ რაღაცა ერდოღანის არჩევნები იქნება, შეიძლება ეგ აღმოჩნდეს, ისევ ამბობ პუტინის გარდაცვალება სასახად აღმოჩნდება და ასე შემდეგ. ანუ ცვლილებები იქნება და იქნება ჩვენც პოზიტიურად. ოღონდ ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ იქ რაღაც ანტენასავით, უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ამ ცვლილებებს მივიღებთ. ხო და ეგ არის და ეგ. ამიტომ თამამად და გაუტეხელად ველოდებით ძალიან კარგ რაღაცეებს რა. როცა იქნება. მადლობა ყურადღებისთვის. აბა ჩვენიცით.